მთელი ბავშვობა აქ გავატარე, აქ ვისწავლე სიყვარული ყველაფერი თუ კი რამე ვიცი აქ ვისწავლე და აქედან გამომდინარე მიყვარს აქაური რამე მიწაც, წყალიც და თაც და ყველაფერი ერთად. ყველაფერია, ანუ ჩემთვის ყველაფერია ეს კუთხე და თუ კი რამეს ვაკეთებ პირველ რიგში ეძღვნება აი ამ კუთხეს. რა თქმა უნდა ჯერ სამშობლოა ქვეყანაა, მაგრამ მე მაინც აი ჩემ პატარა კუთხეს ეძღვნება ყველაფერი. დღეს მიხარია რომ აი ამ რაღაც ჩემ პატარა კუთხეს პატარა ისტორია მიუძღვენი და ამაზე არც ვაპირებ გაჩერებას რა. ავიდან აი ამის ჩემპიონი გავა. პირველი ტიტული აქ მოვიგე. ჩვენი ოჯახი, ჩვენი გვარი საერთოდ აი მანდედან არის წამოსული, ფალედი ქვია სოფელს, საერთოდ ჩხიმიანების ძირი არის მანდედან. ბოლო ბაბუაჩემი ცხოვრობდა, მერე ბაბუაჩემმა იყიდა, აი აქ ეს მიწა, ეს სახლი და იქიდან აქ გადმოვედი რა. 2010 წლის მერე გადავედი უკვე რა. მე უნდა მევარჯიშა თან სკოლაშიც ხო უნდა მე არა მესწავლა. გამომდინარე აქედან ახლა აქ არც სპორტ დარბაზი ქონდა ახლოს არაფერი და ოჯახმაც გადაწყვიტა რომ გადავსულიყავი საცხოვრებლად ქალაქში რა. ზუგდიდში იქ დავიწყე უკვე პროფესიონალურ დონეზე ვარჯიში. იქ უკვე დარბაზის მქონდა საშუალება იყო იმისი რომ მივსულიყავი მევარჯიშა ძიუდოზე რა. არა პერიოდულად ახლა იქ სკოლაში ვსწავლობდი, მე ჩამოვდიოდი აქეთ და აქაც ვარჯიშობდი საფხულის პერიოდი. აქ ვიყავი ხოლმე შრომა, რა თქმა უნდა, წალკე შრომა იყო, გარდა ამისა ვარჯიშობდი კიდეც, არც ერთი დღე არ გამისცემი, არც ერთი დღე არ ჩამიგდია. აქედან გამოვდიოდით, შევდიოდით, აქ მაშინ აქ იყო შესასვლელი პატარა ფუტბოლსა, დარბაზი იყო პატარა რა, სადაც ტატამიც არ იყო რაღაც ლეიბები ქონდა, ხალიჩები და მაგაზე ვარჯიშობდი. ხომა ბავშვობიდან მავარჯიშობდა მამა ჩემი რა, ანუ ფიზიკურად რა თქმა უნდა ისიც თავის დროზე ჭიდაობდა და რაღაცებს მასწავლიდა ჭიდაობის ილეთებს რაღაცებს. სწავლობდი, შემდეგ უკვე რაღაცა დღესასწაულებზე გავდიოდი, დღეობები ტარდებოდა აქ რაღაცები. და იქ ჭიდაობდი ხოლმე, გამოვდიოდი ვიღებდი მონაწილეობას და ვიგებდი ხოლმე უმეტეს შემთხვევაში რა. აქედან სადღაცაზე დაახლოებით 2-3 წელიწადში ესე მოვიგე, რაღაც ტურნირი იყო წყალტუბოში იყო თუ არ ვცდები და პირველად მაშინ მაჩუქეს, მომცეს медали რა, გამარჯვებულზე ეგ იყო ჯილდო და როცა დავუბრუნდი სახში, ჯერი ხო რა თქმა უნდა სიამაყით ავივსე. მე სახში როცა დავუბრუნდი და ჩემი მშობლები ბედნიერი ვნახე, ჩემი მეგობრები გახარებულები იყვნენ, უკვე რაღაცნაირად მომეწონა რა ამ საქმის კეთება, რომ გამეხარებინა ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები, ჩემი კუთხე და აქედან უკვე ცოტა უფრო ღრმად ჩაუღრმავდი ამ სპორტის სახეობას. პირველად ეხა 16 წლის ვიყავი, როცა ჭაბუკებში მოვიგე საქართველოს და მე უკვე ევროპის ჩემპიონატზე და ევროპის ოლიმპიური თამაშების ფესტივალი რო ტარდება ჭაბუკებში, მან მესამე ორივეზე ბრინჯაოს მედალი ავიღე. და რაღაცა პერიოდი ჩამივარდა ახალგაზრდების 2-3 წელი ესე რა, საქართველოსი კი მოვიგე, მაგრამ იმის იქით ვერ გავაკეთე შედეგები, ვერ დავდე ოფიციალურ შეჯიბრებებზე. მე 20 წლის რო გავხდი, მაშინ მოვიგე პირველად დიდების საქართველოს რა. პირველად მაშინ გამოვჩდი ამ დიდების ნაკრებში, მაშინ შევედი, მაშინ კონკურენცია იყო. ალბათ მეც რაღაცებს ვაკლებდი რა, ეს ალბათ ცოტა შრომას არ მგონია, მაგრამ ცოტა რეჟიმს ვაკლებდი ალბათ რა. გულახდილად რო გითხრათ, რაღაცებს, სხვა რაღაცებსაც ვაკეთებდი ისეც, რომ სპორტულ ცხოვრებასთან უნდა გამიჯნო ეხა ის რაღაცა ღამისთევები და ბოდიალები რა, ესე ვთქვა. მე უკვე რომ მივხვდი რაღაც ასაკამდე რომ მივედი, მივხვდი რომ რაღაცას თუ აკეთებ, უნდა გააკეთო მთელი გულით სული და ბოლო ამოსუნთქვამდე.
საქართველოს რო გავწი და იქ უკვე ჩემი ქვეყნის სახეს რო წარმოვადგენდი, იქ ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაქვს, უფრო მეტი ძალა გაქვს, უფრო მეტი გამძლეობა გაქვს, იმიტომ რომ უკვე ქვეყნის სახე ხარ და არა კუთხის და არა ოჯახის და არა მათ ჩხმიანი მარტო არა ხარ, იქ ყველა ქართველი ხარ ერთად. ჩემი რანგი სპორტსმენი ალბათ რომელსაც ბევრი ტიტული არ აქვს, მაინც უნდა უმიზნებდეს რაღაცა დიდს რა, როცა ერთხელ ხვდები იმ რაღაცა დიდ შეჯიბრზე, მაშინ მგონია რომ იმაზე უფრო მაგრად უნდა გამოხვიდე და იასპარეზე, ვიდრე გამოსულ ხარ ოდესმე. აბძაბავდი თავს და გონებას იმითი რომ აი სადღაცაც ხა ოლიმპიურ ფესტივალზე ხარ და უნდა თუ არა თავი უნდა ჩახარო და დაიგრუზო თავი და ხმა არ ამოიღო და ჩააბნელო ოთახი და რაღაც ეგეთები ჩვეულებრივად შევხვდი, იმიტომ რომ მგონია რომ ეს რაღაცა ზედმეტი ფიქრები არაფერში არ გეხმარება პირიქით თუ გავნებს სპორტსმენს რა. ყველა შეხვედრა ისე მგონია რომ კარგად ჩავატარე, თითოეულ წამს და წუთს ვაკონტროლები და ესე მივედი ფინალამდე და რაც შეეხება ფინალს, ხა მე უკვე ბიჭებს ვეუბნებოდი რომ ყველა დროის რევანში დღეს უნდა ავიღოთ რა. თუ მოვიგე შეხვედრა, ყველა დროის რევანში წავებული მექნებოდა თქო და აი უკვე რაღაცნაირად ისე ვიყავი რომ აი ამ შანსს არ დავკარგავდი რა, არაფრის ფასად არ დავკარგავდი. და ნუ ეს ფიქრი მქონდა, ეს კარგად გავათვითცნობიერე და გამოვიდა ისე რომ მოვიგეთ და ავაჟღერეთ პირველივე დღეს ჩვენი ქვეყნის იმი, ჩვენი სამშობლოს იმი ძალიან ამაყი ვიყავი, არა მარტო მე, ამაყი იყო ჩემი გუნდიც და რა მთელი ქართული დელეგაცია. მე შეგნებულად იმასთან იქით ხელის ჩამოსართმევა და არასდროს არ მივსულ ვარ და არც ეხარ რომ დავამარცხე, იყო რაღაცა ლაპარაკი რომ აი რომ მოუგო, იმიტომ ჩამოვართვა იმ ვიდეოში კარგად ჩანს რომ ჩვეულებრივად თავს უხრი და უკან უნდა გავიდე და დგება და მოდის ისევ ხელის ჩამოსართმევა და უკვე იძულებული გამხადა რომ ხელი ჩამომერთვა რა. ეხა ესე ვერ დავტოვებდი, ეგ იყო და ეგ ჩემპიონ გრუზია. ნუ ეგ ადამიანი სპორტსმენი არის რომელიც სულ მანიპულირებს შენზე რომ ნერვები მოგიშალოს. რაღაცა მეცინება ხო აღარ გავიმეორებ, ეხლა უკბინო და უწყინო და უჩმიტო და თმა მოწიწკნო და რაღაც ეგეთები ჩემთვის უღირსია ჩემი აზრით და აქედან გამომდინარე არ მივდიოდი და ხელს არ ვართმევდი და არა იმიტომ რომ მომერია ან მომიგო შეხვედრა. რაღაცნაირად გათვითცნობიერებული მქონდა რომ როგორც არავისთან და არასდროს ისე უნდა მეჭიდაო ეს შეხვედრა და შევძელი კიდეც გამოვიდა ისე რომ ყველა დროის რევანში ავიღეთ. ჩავედი ხა ტოკიოში, აი ყველაფერი ცუდად წავიდა რა, მზადება, იმიტომ რომ სადაც სასტუმროში სადაც ვიყავით ის დარბაზებიდან ცოტა მოშორებით იყო. და მოშორებით იყო, იმიტომ რომ ყველა დარბაზი დაკეტილი იყო რა. უკვე ინდივიდუალურ მზადებაზე იყო ყველა გადასული და ეს ერთობლივი ვარჯიშები აღარ სადაღარ იყო. დავდიოდით 2-3 საათი გვიწევდა მეტროთი სიარული დარბაზამდე, სადაც ისევ მე და ან ჩემი ექიმი ან მე და ჩემი მწვრთნელი დავდგებოდით და ვარჯიშობდით ჩვენთვის. არავინ არ იყო ისეთი რომ ვინმესთან ხა სპარინგ პარტნიორობა გაეწია. ძალიან ცუდად წავიდა ეს წინა პერიოდი რა, ცოტა ნუ მაფიქრებდა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა. არა ეწყონა, ანუ ისე როგორც მე მინდოდა რა, გამოვდიოდი წონას ვიკლებდი, სასტუმროს გვერდზე იყო პარკინგი. მან ჩემი ლახტი მქონდა, ჩემი რეზინა მქონდა და ვემზადებოდი წონას ვიკლებდი მან. თუმცა ის როცა გათენდა და ავტობუსში ავედი და ჩავჯექი და უკვე ვიცოდი რომ რაღაცა სასიამოვნო უნდა მომხდარიყო ჩემ ცხოვრებაში რა. და თან სასიამოვნო ისეთი რომ სოფლიო ჩემპიონატზე ჩავედი, თან ტოკიოში ვარ, ძიუდო სამშობლოში და თუ კი სადმე შეიძლება რომ ადამიანმა რაიმე ისტორია დაწერო, შეიძლება აქ.
მე უკვე დარბაზში რომ მივედით პირველი შეხვედრა მაინც და მაინც იერი მეტოქი არ მყავდა მეორე და ისე მიყვა ეს შეხვედრები რომ თითქმის ყველა შეხვედრაში კარგად გრძნობდი თავს რა სიმთქვაც ფიზიკას ეს ნერვების უკვე დამშვიდებული მქონდა და ისე მიმყავდა ვალაგებდი ჭიდაობას რა თუმცა ნახევარფინალში რო გავედი უკვე ამ იაპონელ სპორტსმენთან შესვენება იყო და მოხდა ისე რომ ხო ვატყობ ახლა ჩემს ირგვლივ რომ ყველა მიცის ახლა ვისაც ხვდები ნაგაიამა რომელსაც აგებული ერთი შეხვედრა აქვს და ისიც აქვს ისევ ტაკატოსთან. ნახევარფინალია და ნაგაიამასთან თუ წააგებ მესამეისთვის იქით ტაკატოს ხვდები რა. ეს ახლა ნაფიქრი მაქვს, მაგრამ ამაზე აღარ ვფიქრობ. ახლა ტაკატოზე ჯერ მართლა არ ვფიქრობ, იმიტომ რომ ახლა წასაგებად წასული მებრძოლი ომში მკვდარია ვიტყვიან და წასაგებად მართლა არ შევიდოდი ახლა იმასთან. მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ წაგებული მქონდა. და უყურებ ჩემს ირგვლივ მყოფებს, რომ მაგრამ ნერვიულობს ყველა. თითქმის არავის არ ჯერა ჩემი რა. უნდათ რომ დაიჯერონ, მაგრამ გულის სიღრმეში არ ჯერათ. ისეთი რაღაცა მithkomოთ იყო, რომ ძალიან ამას ახლა რუარ შეაკვდეს და მე მესამესთვის დაისვენოს და დასვენებულ მოიჭიდაოს მესამესთვის. რაღაცა ეგეთებიც იყო და ახლა რომ შევხედე ახლა ამას იმას უფრო მეტი სანერვიულო ქონდა ვიდრე მე ახლა საკუთარ კედლებში ალბათ მაინც რაღაცა იმის ფიქრი გაქვს, რომ აი აქ არ დავამარცხდე რა. მოხდა ისე რომ გავედით ფინალში დავამარცხებელი გაისუსა მთელი დარბაზი, რაღაცა მომენტები არ მახსოვს რა, ისეთ აფექტში ვიყავი რომ რაღაცა ინტერვიუზე რაღაცები მკითხეთ და მართლა არ მახსოვს რაღაც მომენტები რა. რაც მახსოვს ერთი ისა რომ ბოლო მომენტში გაისუსა დარბაზი, როცა გდება აიღე და მე უკვე ამბაკოს ბედნიერი სახე მახსოვს. და უკვე გასახდელი რომ გამოვედით უკვე ფინალში ვიყავით. ყველაზე კარგი მან რა იყო იცი? ყველაზე კარგი ის იყო რომ ის იპონი მე იპონად არ მივიჩნიე. და არ მიზეიდია ის ჩემპიონობა. ჯერ რაღაცნაირად ვიცოდი რომ ხო ჩემი გაკეთებული გდება ხა ხო ვიგძენი შეიძლებოდა ჩვეულებრივად იპონიც მიეცა, თუმცა უფრო მეტად შეიძლებოდა რომ ვაზარი ყოფილიყო რა, ეგ გდება და არ გამხარებია რა, არ აუღნიშნე, იმიტომ რომ რაღაცნაირად ვიცოდი რომ მომიხსნიდნენ ალბათ ამ იპონს გდებას. და უბრალოდ ეგრეც მოხდა და ვიცოდი, თან ორი გაფრთხილება მქონდა. აღარ მქონდა იმის საშუალება და შანსი, რომ გავჩერებულიყავი, უნდა შემეტია რა. მე უნდა მეჭიდავა პირველ რიგში, იმიტომ რომ აი მაგ ფინალის წაგება უკვე სირცხვილი იქნებოდა ჩემი აზრით რა. რომ მოვიდა უკვე ერთი მეორე მისვლაზე, უკვე ვიგძენი რომ დაღლილი იყო რა. ხელებში და ისედაც ჭიდაობაში ვიგძენი რომ ვეღარაფერს ვერ მიზავდა. კარგად ვიყავი რა მაგის თქვამი და მოხდა ისე რომ მომეცა შანსი დროის გასვლამდე და უკვე დავამთავრე შეხვედრა იქ. დავამთავრე იპონით და რა თქმა უნდა აი ეგ მომენტი მახსოვს გამოვიხედე და ამბაკო იდგა წამოხდა ესე ხელები. უკვე ვიცოდი რომ დამთავრებული იყო შეხვედრა, უკვე ჩემპიონი ვიყავი. უკვე მესმოდა ქართველების ხმები ტრიბუნებზე და მაშინ გავათვითცნობიერე რომ მე მგონი მართლა კაი რაღაცა გავაკეთე რა. ეგ სიამაყეა, ეგ ბედნიერება მე მგონია რომ სიტყვით აუღწეველი და გადმოუცემელი რაღაცა ვერ აღწერს ერთ-ერთი სპორტსმენი, ვერავინ ვერ აღწერს ალბათ. ვიდოდა თვალები დამეხუჭა და არ მორჩენილი იყო, ძალიან დიდი ხანი არ მორჩენილი იყო ეს საქართველოს ჰიმნი და ეს ბედნიერი მომენტი.
რო ჩამოვედი საქართველოში, რა თქმა უნდა, პირველი სადაც წავედი იყო სვანეთი. და ყველაზე მაგრა სადაც ვიგრძენი ჩემი მსოფლიო ჩემპიონობა ან რაღაცა რომ მქონდა მე გაკეთებული ჩემი ქვეყნისთვის ან ჩემი კუთხისთვის ვიგრძენი სვანეთში რა, რომ შემოვედი უკვე სვანეთში, თითქმის ყველა სოფელში და გზაზე მხვდებოდნენ ადამიანები, ვისაც არ ვიცნობდი და ვის თვალებშიც ყველაზე დიდ სიყვარულს, ითბოს, სიამაყეს ხედავდი, რომ ნუ ამაყობდნენ, ათვითცნობიერებდნენ და აიგივებდნენ ჩემ მოგებას თავიანთ მოგებასთან რა, დაახლოებით ეგეთი სიხარული ვნახე მე მაგათ თვალებში. და რო ვიცოდი რომ ესეც იქნებოდა, იმიტომ წამოვედი ჩემ სვანეთში და მაგიტომ მიყვარს ყველაზე მაგრა და ეს კუთხე. ერთადერთი მიზანი რაც არის, ჩემი ეხა ოლიმპიურ სახეობებში სვანებს სოფლიო ჩემპიონი არ გვყავდა რა, აქამდე. ეხა ოლიმპიური ჩემპიონი არ გვყავს და უკვე მაგაზე ვფიქრობ, მაგაზე ვარ გადართული და მინდა რომ ეგ მედალიც მე თუ შევძელი, მე მოუტანო ამ ჩემს კუთხეს და მე თუ ვერ შევძელი კიდე მე ალბათ გადავერთვები და შევეცდები რომ ვინმე აღზარდო ისეთი რომ ის ოლიმპიური ოქროც წამოვიღოთ ამ ჩემს პატარა კუთხეში. თუმცა მე მაინც რაღაცა 20 წლის შემდეგ და ასაკში რაღაცა არ მგონია რომ აი ამ თემს მოწყვეტა შევძლო რა. თუ იმის საშუალება იქნება რომ აქ სვანეთში მქონდეს დარბაზი და აქ ვავარჯიშო, ეგ ალბათ სრული ჰარმონია იქნება ჩემთვის. შემდეგში უკვე სახლის აშენება მინდა, სახლის აშენებას ვგეგმავ რა. თქვენ კი ნახეთ რა ეს დანგრეული სახლი და რაღაცა სურვილი იმისი მაქვს რომ მეგობარი მყავს თუ ძმაკაცი მყავს თუ ნათლია მყავს, მოვიყვანო იქ სადაც დავიბადე და გავიზარდე. ამაზე უფრო მაგარ ადგილას მე ვერავის ვერ დავპატიჟე. ნუ ყველაზე დიდი პატივი თუ კი ვინმეს მინდა რომ უცე, იმითი უცემ რომ მოვიყვანო აქ ამ ჩემ სახლში და მაგიტომ მინდა ერთ-ერთი ყველაზე მაგრად გვაქვს სახლი ავაშენო. მე ნუ რაღაცა კიდე მაქვს რაღაცა ნათქვამი რომ აი ამ ადგილას ეხლა რასაც ხედავთ ეს ცოტა ამაღლებული ადგილია. ნახოთ როგორ ჩაივლის ოლიმპიადა და ვფიქრობ თუ ისე ჩაივლის მე როგორც ვფიქრობ აქ პატარა კოშკი უნდა ავაშენო.